ტომატილოებს სიმწიფის ნიშნები გაუჩნდათ ეს გარეგნული გარსი გახმა და ეს შიგნით ცოტა დარბილებულია ნაყოფი. ახლა უბრალოდ საინტერესოა ეს უკვე მწიფია თუ არა. ვნახოთ. მაგრამ ჯერ შეიძლება ითქვას, რომ მწიფე არ არის. იმიტომ რომ ის მწვანეა, შემდეგ ოდნავ მოყვითალო ან ამ ჯიშმა აი ოდნავ დაკრავს იასამნისფერი. უნდა იასამნისფერი მიიღოს. თუმცა აი ამ დონის ამას ტექნიკური სიმწიფე ქვია. ტომატილოს უკვე საკვებში იყენებენ და კაცმა რომ თქვას სალსას მოსამზადებლად ეს უკვე საკმარისი გახლავთ. მაგრამ ჯერ მე მგონი რომ არ იქნება მაინცა და მაინც აი ასეთი ნაყოფია შიგნიდან. ეხლა ელემენტარულად გავსინჯავ როგორი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სასიამოვნო ხილია ესე ბოლომდე დაუმწიფებელიც. რაღაც დონის სიტკბო აქვს. ალუჩასაც წააგავს. ნუ და დამწიფდება უფრო. დატკბება. ასე რომ ფრიად სასიამოვნო. ფრიად სასიამოვნო ხილი გამოდგა. ბრავო მექსიკელებს, ნამდვილად ცოდნიათ პირის გემო.